ბოდიშ გიხდი დაგვიანებისთვის ის რა ჩვენს გარშემო ხდება და ჩვენს ცხოვრებაზე აისახება. როგორ ხდება საქართველოს 2017 წელს, როცა ახალ წლამდე 10 დღე დარჩა. როცა გარეთ სავალტო ჯიხურები ყოველდღიურად შოქში აგდებს მოსახლეობას, როცა ახლად არჩეული პარლამენტი და ასევე ახლად დამტკიცებული მთავრობა ყავს, როცა ქვეყანაში მომხდარი ბოლო სკანდალი ჟურნალისტს უკავშირდებოდა, რომელიც მთავრმა პოლიციელმა სცემა და იარაღით დაემუქრა, როცა ჯერ კიდევ გაურკვეველია მაგალითად რუსთავი ორის ბედი, როცა მთელი წლის განმავლობაში მედია სივრცეში მიმდინარე პროცესები ჩვენს თვალწინ უცნაურად ვითარდებოდა, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა ქვეყანაში და ვინ როგორ დაგვამახსოვრა თავი, რა პროცესების განვითარებას ელოდებიან ადამიანები, ვინც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აშუქებენ. პოლიტიკური პროცესები მედიის თვალით, გიორგი გასვიანი, ირაკლი მანაგაძე, ბესო ჩუბინიძე, ვანო პავლიაშვილი, ელისო კილაძე მოვიწვიეთ დღეს გადაცემაში სასაუბროდ. დიდი მადლობა თითოეულ მათგანს. გიორგი გასვიანი საავადმყოფოშია, იქიდან ჩაგვერთვება ცოტა ხანში. მე კი მივესალმები ჩვენს სტუმრებს, ჩემს კოლეგებს, მადლობა რომ მიიღებთ გადაცემაში მონაწილეობას. რაღაც ისე მოხდა, რომ ყველასთან ერთად საუბრობთ ამ წელზე, ამ წლის განმავლობაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე, გარდა იმ ადამიანებისა, ვინც ამ ყველაფერს აშუქებს. მოდი დავიწყოთ, მე მინდა თითოეულ თქვენგანთან დავსვა თითქმის ერთი და იგივე კითხვა. რას გამოარჩევდით 2016 წლის ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენად? ვანო, ვიწყებ თქვენგან, გაზეთი ქართული სიტყვის რედაქტორის მოადგილე, გისმენთ? გამარჯობა ინგა, მოგესალმები. ალბათ რაღაც სიმბოლურია, რომ 2016 წელი ყოველ შემთხვევაში მესამე თვე 2016 წლის და წლის ბოლო ჟურნალისტებთან დაკავშირებით გამოირჩევა. მე გულისხმობ გიორგი გასვიანის ცემის ფაქტს და თვალსწრები მარჩი, როდესაც ინგა იგივე შენ დაგემუქრნენ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით. მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამით შევა ალბათ 2016 წელი საქართველოს უახლოეს ისტორიაში, რომ 21 საუკუნეში საქართველოში, რომელიც ადგა ევროკავშირის გზას, ჟურნალისტებს ისევ ემუქრებიან, ისევ სცემენ და ასე შემდეგ. ეს ერთი მნიშვნელოვანი. ამავე დროს აუცილებლად აღნიშნოთ საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ჩატარდა 8 ოქტომბერს. ამ საპარლამენტო არჩევნების შესახებ ძალიან ბევრი თქმულა, ბევრი დაწერილა, ბევრს ამბობენ, რომ ვთქვათ, ბევრს ლაპარაკობენ ოცნების საკონსტიტუციო უმრავლესობაზე, რომელიც მან მიიღო მეცხრე მოწვევის პარლამენტში. მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ამ 2016 წელს მოხდა რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც თუნდაც უკავშირდება არჩევნებს. მე აღნიშნავ იმას, რომ 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ესა ყოველთვის ცნობილი აზრია, ქართული პოლიტიკური სპექტრი რაღაცნაირად გაიწმინდა პროდასავლური ძალებისაგან. ყოველ შემთხვევაში შეიქმნა ისეთი განწყობა, რომ პროდასავლურ პოლიტიკაზე თითქოს ასე ვთქვათ, მონოპოლია გამოცხადებული აქვს ნაციონალურ მოძრაობას. თავისთავად ისაც საინტერესოა, რომ ნაციონალურ მოძრაობაში დაწყებულია შიდა განხეთქილება. ასეთი შეხედულება ალბათ გაჩნდა იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკიდან დროებით წავიდა ირაკლი ალასანია, რომელიც მკვეთრად გამოხატული პროდასავლური ყაიდის ლიდერი არის ქართულ პოლიტიკაში. თუმცა მე ხას უსმევ, რომ ალასანიამ როგორც თვითონ თქვა, ის დროებით გადის პოლიტიკიდან და საერთოდ არ წასულა. ანუ ეს ჟურნალისტების თემები, საპარლამენტო არჩევნები და პოლიტიკური პოლიგონიდან გამქრალი პოლიტიკოსები. შეიძლება ვთქვა ესე მოკლე შინაარსი ახლა? არა, კიდე ორს გამოყოფ, რა თქმა უნდა, ეს არის ლარის კატასტროფული თუ ბღუჯა დაცემა თუ არ ვიცი, როგორც შეგვიძლია, როგორც გვინდა შეგვიძლია ისე ვთქვათ და ადამიანის უფლებები, მე ამას დავიწყე ლაპარაკი ჟურნალისტებთან მიმართებაში, მაგრამ აქვე მე მინდა გამოვყო, რომ არაფერი არ მომხდარა, წინარწასულა კაბელების საქმე და კიდევ ერთ თემას ძალიან მოკლედ შევეხები. მე მესმის იმ დაზარალებული ადამიანების მდგომარეობა, მაგრამ მე მინდა ვახსენო ცენტრპოინტის დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი, რომელიც დღეს დატოვეს პატიმრობაში. კარგია, რომ დატოვებს, იმიტომ რომ იგივე იმ ადამიანებისთვის, ვინც დაზარალდნენ მაია რჩეულიშვილის საპატიმროში ყოფნა, მე ვფიქრობ შეღავათი არ იქნებოდა, ხო, იმიტომ რომ ის ადამიანები ითხოვდნენ ამას. თუმცა კიდე სხვა მნიშვნელოვანი მოვლენები. კარგი, ამას უკვე გავშლით გადაცემის განმავლობაში. ელისო კილაძესთან გადავალ, ქრონიკა პლუსის რედაქტორთან. ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო ელისო მიმდინარე წელს პოლიტიკური პროცესების თუ ექსკლუზივების თვალსაზრისით. საინტერესოა
რას გამოარჩევდით თქვენ? ვითი დაგამახსოვრათ თავი პოლიტიკური პროცესებით 2016-მა? მოგესალმებით. დიდი მადლობა. 2016 წელი იყო რთული წელი, მოდი პირდაპირ ვთქვათ, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისითაც. მე ჩემთვისაც ასევე ძალიან რთული წელი იყო, როგორც ქრონიკა პლუსის რედაქტორისთვის, მხედველობაში მაქვს ის გახმაურებული სკანდალი პირადფირებთან დაკავშირებით და მხოლოდ რაღაც ალღოს ალბათ და ჟურნალისტური იღბლის წყალობით ვარ მე თქვენს ეთერში და არ ვარ საპყრობილეში, იმიტომ რომ ამოცანა რეალურად იყო სწორედ ის. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო რამდენიმე პოლიტიკური პროცესი. პირველ რიგში ალბათ უნდა ვთქვა და ვილაპარაკო სასამართლოზე, იმიტომ რომ ქვეყანა სადაც ჭირს სამართლის პოვნა, რეალურად არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. 9 წლის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პრობლემა იყო სწორედ ეს, რომ სასამართლო სისტემა იყო რამდენიმე ადამიანის განკარგულების ქვეშ და ადამიანებს უჭირდათ რეალურად სამართლის პოვნა. 99-98% სტატისტიკა ასეთია, გამომტყუნებელი განაჩენი გამოდიოდა და რეალურად ეს პრობლემა არათუ მოგვარდა ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, არამედ კიდევ უფრო მეტად გართულდა. სასამართლო ხელისუფლება ქვეყანაში დღეს ფაქტობრივად არ არსებობს. ჩვენ გვახსოვს გახმაურებული სამართლებრივი პროცესები, ურთმელიძის პროცესი, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების და კოლეგიების ოჯახის წევრებთან დაკავშირებული პროცესები. არ შემიძლია არ ვახსენო ლევან მურუსიძე, რომელიც არის გარდამავალი დროშა ნაციონალური მოძრაობიდან ქართული ოცნების ხელში. სამართლის პოვნა ამ ქვეყანაში გახდა ძალიან ძნელი. ამის ფაქტი და დღევანდელი დასტური გახლავთ სწორედ ის, რომ მაია რჩეულიშვილი სასამართლომ დატოვა პატიმრობაში ადამიანი, რომელიც რეალურად არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ექიმები გვეუბნებიან, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე, ვიღაცას უნდა რომ ის იყოს პატიმრობაში და რეალურად არავინ არ გაითვალისწინა არც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, არც იმ ადამიანების პრობლემები, რომელთა პრობლემების მოგვარებას რეალურად მხოლოდ მისი თავისუფლებაზე ყოფნის დროს არის შესაძლებელი. ანუ თქვენ სამართლიანობაზე, სამართალზე და სასამართლოზე აკეთებთ აქცენტს. სამართალი, სამართლიანობა, ეკონომიკური პრობლემები, იმიტომ რომ დილით რა სიურპრიზი დაგხვდება არც ერთმა ჩვენგანმა არ ვიცით და ერთ-ერთი მთავარი ამბავი ეს გახლავთ გამოუძიებელი საქმეები. გახსოვთ დაანონსებული გადატრიალების 2 საქმე, რომელიც თაროზეა შემოდებული, მილსადენის თუ გაზსადენის აფეთქების საქმე, პირადი ცხოვრების ამსახველი ფირების საქმე, რომლის გავრცელების საუბაზე, გამავრცელებლებზე ჩვენ რეალურად არანაირი ინფორმაცია არ აქვს. პროკურატურაც ისევე როგორც სასამართლო აღმოჩნდა სრულიად უუნარო. საბოლოო ჯამში ეს პრობლემები 2017 წელში ძალიან სერიოზულად იჩენს თავს, მე ვფიქრობ და ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება ამ თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, აი ხა ვანომაც ახსენა და თქვენც ახსენეთ დაუშვათ ის პირადი ცხოვრების კადრებით მუქარა. ჩემთვის პირადად, რადგან ყველანი ვართ კოლეგები, ჩემთვის ეს წელი იყო დასამახსოვრებელი ამით. ჩემთვის ეს წელი იყო დასამახსოვრებელი იმით, რომ მე ნახევარი წელი ველოდი, როდის გამცემდნენ პასუხს და მე აღარ ვაპირებ რომ ველოდო გამოძიების პასუხს, მე თავადვე ვაპირებ რომ უკვე ძალიან სერიოზულად ბევრი გადაცემა უკვე მომავალი წლიდან დავუთმო ამას, ველოდეთ, მაგრამ ვერ მოგწაფას. რასაც ძალიან ხშირად ვფიქრობ, მე მინდა გითხრა ის, რასაც ძალიან ხშირად ვფიქრობ შენი ბოლო გამოსვლის შემდეგ, როცა თქვი და სიმართლე გითხრათ ამ დრომდე არც მიფიქრია ამაზე პოსტსკრიპტუმის მიერ მომზადებული სიუჟეტი მაქვს ხედველობაში, რომ შემთხვევითი არ ყოფილა როგორც ჩანს პოლიტიკური ველის გასუფთავება და შემთხვევითი არ ყოფილა ის სიჩუმე, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, მათ შორის ჩვენი კოლეგების მხრიდან თუნდაც. და მე კომპლიმენტი მინდა გითხრა ამ ეთერში, ძალიან ბევრმა ადამიანმა ალბათ ვერ შეძლო ის, რაც შენ შეძელი ხმამაღალი განცხადებებით, პროტესტით, საჯარო პროტესტით და მართალია მე მესმის და ადამიანები ვარ ჩვენ ყველანი, ყველას გმირობას ვერ მოთხოვ, მაგრამ როგორც ჩანს ძალიან ბევრი ადამიანი ამ ქვეყანაში ანალოგიური ტიპის პრობლემების წინაშე იდგა და დგას დღესაც. კი ბატონო, მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გადმოვალ უკვე სტუდიაში, მოგვიანებით დაგიბრუნდებით ისევ ელისო, მე გავიმეორებ იგივეს ველოდით, მე პირადად ნახევარი წლის განმავლობაში, ალბათ სიბერეშიც
მე მახსოვრება 2016 წლის 14 მარტი, ანუ დღე როცა ეს დაიწყო. ველოდით, მაგრამ პასუხი ისე მიილია ეს წელი, ჩვენ ვერ მივიღეთ, მე პირადად ვერ მივიღე ვერც პროკურატურისგან, ვერ მივიღე ვერც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან, რომელსაც აქამდე მიზანმიმართულად არ უსვავდით კითხვებს, თუმცა თუ კი ამ ტიპის შტურმზე და თუ კი ამ ტიპის შეტევაზე იყო ლაპარაკი, პირველ რიგში პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, სუსისკენაც კი არა, სუსს ეკისრება, იმიტომ რომ ჩვენი უსაფრთხოება, როგორც აღმოჩნდა 2016 წელს ყველაზე თვალნათლივ გამოჩნდა, რომ არ იყო დაცული. მარტო ამ თემაზე რომ არ ვილაპარაკოთ, გადმოვალ ხა სტუდიაში ირაკლი მანაგაძესთან შეკითხვით, თქვენთვის რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ირაკლი? მოგესალმებით, მივესალმები კოლეგებს და მივესალმები ტელემაყურებელს. სიმართლე გითხრა, ძალიან მაინტერესებდა დღევანდელი გადაცემა, ანუ ჟურნალისტების თვალი დანახული პოლიტიკური პროცესები, პოლიტიკური წელი და მოგვიანებით უნდა დაგისვათ კითხვა კონკრეტულ პოლიტიკოსებს. ჩემთვის მნიშვნელოვანი იგა 2016 წელს იყო ტერაქტი, რომელიც განხორციელდა საქართველოში. მართალია ამ ტერაქტის მიღმა და უკან არიდგა თალიბანი ან ISIS, ისლამური სახელმწიფო, იდგა კონკრეტული პიროვნებები და გვაქვს ჩვენ ეჭვი, რომ იდგა საკმაოდ მაღალი თანამდებობის მქონე პირები. ეს ტერაქტი განხორციელდა რამდენიმე პოლიტიკოსზე, ამ ტერაქტის განხორციელების მცდელობა იყო შენზე და თავმოყარე სახელმწიფომ, რომელსაც უბრალოდ ოდნავ მაინც აქვს პრეტენზია იმაზე, რომ ის ვითარდება, რომ ის მიდის წინ, რომ ის არის ევროპული, რაშუაში ევროპული, მაგრამ საერთოდ სახელმწიფოა, ძალიან მალე უნდა გაეცა პასუხი შეკითხვებისთვის, რომელიც მალევე დაგვიგროვდა პრინციპში იმავე დღეს. უნდა შენდეს მოლოდინი, რომ გასცემდნენ ამაზე გეტყვი, მე როგორც ადამიანს, რომელიც ჰუმანისტი ვარ და მჯერა საერთოდ ჰუმანური ადამიანების არსებობისა, მქონდა ამის მოლოდინი, იცი? მაგრამ ეს მოლოდინი გაქრა ძალიან მალე, იმაზე მალე გაქრა, ვიდრე მე წარმოვიდგენდი, რომ ის გაქრებოდა. და რა ვნახეთ ჩვენ შემდეგ? ჩვენ ხო ველოდებოდით, რომ ეს ტერაქტები გაიხსნებოდა და დამნაშავეები პასუხს აგებდნენ. ჩვენ ვნახეთ ამ ტერაქტების გაგრძელება, ჩვენ შემდეგ ვნახეთ ყოვლად ამაზე რძენი გაგრძელება პროცესისა, როცა ელისოსთან რაღაც მცდელობა იყო, თქვათ, შენ შემდეგ რომ რაღაც თითქოს კადრები იყო, კადრები ეს ადამიანი დღეს არის გარეთ. ხო და ეს ჩემი ერთ-ერთი ეს იყო გაგრძელება და ეს არის გაგრძელება ამ ყველაფრის, რომ ეს ადამიანი არის გარეთ და ეს ადამიანი გვიკითხავს მორალს. ყველაზე უბედურება ამ ქვეყანაში და საშინელება ის არის, რომ ადამიანი, რომელიც უბრალოდ კლავდა ადამიანებს ჩვეულებრივად და მოდით ახლა არ გვინდა რომ RSS-ი არ იყო და რაღაცა შეიძლება ვინმეს გაუჩნდეს ეს აზრი. მე გეუბნებით, რომ კლავდა ეს ადამიანი, ის ადამიანები, ვის ხელში ფირებია და ეჭვი მაქვს, რომ ესენი ძალიან ბევრნი არიან. ხო, ისინი იყვნენ ჩვეულებრივი პოტენციური მკვლელები და ეს პოტენციური მკვლელები, მე აქ უდანაშაულების პრეზუმპციას არ ვარღვევ და ვამბობ მხოლოდ ჩემს თავისუფალ აზრს ამ მოვლენასთან მიმართებაში, დღეს გამოდიან ტელეეთერებში ამ სახელმწიფოში და გვასწავლიან ჭკუას. ეს არის, არ ვიცი, აი შეიძლება და ამის წარმოქმნა. არა, ძართული იყო ამის წარმოქმნა. მართლა ძართული. ანუ თქვენთვისაც ეს იყო ეს არის თავარი დასამახსოვრებელი ამბავი. ხელისუფლება, რომელიც 2012 წელს მოვიდა ინგამ თავარი დაპირებით, რომ ადამიანი როგორც თავარი ღირებულება იქნებოდა ამ ქვეყანაში დაცული, რომ ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი სივრცე იქნებოდა უპრეცედენტოდ დაცული და შეგახსენებთ ყველა ამ წინასაარჩევნო დაპირებებს და პრინციპში ეს იყო ერთ-ერთი მთავარი რის გამოც ხელისუფლება შეიცვალა და რომელიც უნდა შეცვლილიყო გარდაულად, წარმოუდგენელი იყო, რო არ შეცვლილიყო. ეს დაპირებები მან ვერ შეასრულა. მეცაც გეტყვით, მარტო კი ვერ შეასრულა, არ
დასაჯა ადამიანები, რომლებიც მარტიდან მოყოლებული დღემდე შეიძლება იმიტომ რომ არც არავის არ უნდოდა მათი დასჯა არსებობს ეჭვები არც მე არ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმპციას მაგრამ ეს ეჭვები არის ლეგიტიმური ბესო თქვენთვის რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი პოლიტიკურ 2016-ში გამარჯობათ მივესალმები კოლეგებს იცი რა არის რა თქმა უნდა ყველაფერს ვიზიარებ რაც აი ჩემმა კოლეგებმა თქვა მაგრამ მე განცდა გამიჩნდა წლის ბოლოს რომ უდანაშაულობის აი როგორ დაუსჯელობის სინდრომი უფრო მომძლავრდა იქ-ზევით ხო დაუსჯელობის სინდრომი და რაღაცა ვერ ხედავ აი შენ დაიწყინგა დასჯილა ადამიანი ელოდე და ბოლოს მივხვდი რომ ისევ შენ თვითონ მოგიწევს გააკეთო კონკრეტულად შენთან მიმართებაში რაღაცა გამოკვლევები და ჩაატარო თუნდაც ჟურნალისტური გამოძიება არა იცით რა საქმე იმაშია რომ მე ჩემთვის დიდი ხანია დასკვნა მაქვს გაკეთებული უბრალოდ ველოდებოდი რაიმე რეაგირება თუ იქნებოდა და იმანაც რომ არანაირი პასუხი მე როგორც ერთ-ერთ ადამიანს არ მიმიღია ჩემი ეჭვები უბრალოდ გაამყარა ხო და მე აი ეს ყველაფერი მიმძლავრებს ეჭვ თითქოს დაუსჯელობის სინდრომი უფრო მყარდება აი 2016 წლის ბოლოს ვარ და ვიღაცებს ვერ აი გიორგი გასვიანი ვახსენეთ ეხლა ჩვენი კოლეგამ ძალიან მაინტერესებს და არ ვიცი არ მინდა გავიზიარო ის ამბავი რომ ის ადამიანი ჩვეულებრივად რაღაცა ვინც შეურაცხყოფა მიაყენა გიორგის ჩვენ ესე არა განთავისუფლებენ სამსახური და მორჩა ის 3 დღე გავიდა და გიორგი თავადვე იყო ძალიან არ მინდა რომ 3 თვე გავიდეს და ძალიან არ ხო არ მინდა რომ 3 თვე გავიდეს ანუ მივხვდი ხო მე დაუსჯელობის სინდრომის რაღაცა ის მაქვს განცდა რომ თითქოს იქ ზევით სადღაც ზემოთ ეს მომძლავრდა ეს არ მინდა იგივე ვახსენეთ ჩვენ ირაკლი ალასანიას პოლიტიკიდან წასვლა სხვა შორის ეს ირაკლის დაბადების დღეა და მინდა მივლოცო დაბადების დღე მასთან ერთად სააკაშვილის და სტალინის დაბადების დღე ანუ რაღაცა ლიდერების დაბადების დღეა ხო მე ძალიან გამიკვირდა ამ ადამიანის პოლიტიკიდან წასვლა გამიკვირდა და ვერ მივხვდი ეს რა ნაბიჯი იყო მივხვდათ ისე რომ თქვა რომ ჩვენ მე დავბრუნდები მალე როდის იქნება ეს მალე არავინ არ იცის სიტყვა მალე არის აბსტრაქტული ეს იქნება 2 დღეში თუ 2 თვეში იგამ თქვა ძალიან კაი ისე ბევრი პოლიტიკოსი გაქრაო და ეჭვი მაქვს რაღაცეებისო და გავიზიარე ინგას ეჭვები თავის დროზე რამდენიმე ხანი მანდეთ მივდივარ ამ შემთხვევაში უნდა დაგეხმარო დაგეთანხმო მეც რაღაცა ეჭვები მიჩნდება უკვე და ძალიან არ მინდა ხოლმე ამ ეჭვები რა ეჭვები მოდი პირდაპირ როცა ასეთი რა თქმა უნდა პირდაპირ გეტყვი როცა ასეთი ზე რეაქტიული ადამიანი პოლიტიკური კუთხით და მით უმეტეს ასეთი ადამიანი რომელსაც აქვს პერსპექტივა და არის პირდაპირი ხაზით პრო დასავლური უცებ მიდის პოლიტიკიდან ეს რა თქმა უნდა იწვევს რატომ ირაკლი რატომ დაყარე ფარხმალი ან ვინ დაგაკარებინა ირაკლი ერთადერთი არ იყო საქმეც ამაში ყველაზე საინტერესო იყო ის რომ ერთი კაცი რომ ყოფილიყო რომელიც წავიდოდა გასაგებია მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი წავიდა იყო ამას რა თქმა უნდა ბევრი ადამიანი რომელსაც ჩვენ პოლიტიკოსებს ვერ ძახით ხოლმე მე უბრალოდ ვერ გავიგე აი ბრძოლის უნარიანობა დაიკარგა რამე დიდი შემოთავაზება მიიღო ისეთი ადამიანმა რომელიც იქ სადღაც თქვა დაასაქმებს არ ვიცი ხა მე რო შემოთავაზო და შენ რო შემოთავაზო სადღაც უფრო კარგი დასაქმების გამართლება იქნება ხო? ვიტყვი უბრალოდ რომ ვიშოვე კარგი სამსახური, სადღაც და ბოდიში აღარ მინდა ქართული პოლიტიკა და მივიდივარ სამსახურში. ანუ შენ გული დაგწყვიტა როგორც მე მივხვდი იმიტომ რომ მე ირაკლი ალასანია მებრძოლი ადამიანი მგონი პირდაპირ და ირიბი გაგივიდეს გონია კი რა არის და უბრალოდ გამიკვირდა ეს ყველაფერი. კი, დააკლდა ქართულ პოლიტიკას ირაკლი ალასანია, არ ვიცი ყვავს თუ არა ხაზე გიორგი გასვიანი, სანამ ის ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში, მანამდე ერთი ასეთი კითხვა მინდა გაჯახოთ პირდაპირ, ვის დაასახელებდით თქვენ წლის პოლიტიკოსად? ყველაზე კარგი პოლიტიკოსი 2016 წელს ძალიან მნიშვნელოვანია ჟურნალისტების თვალით დანახული პოლიტიკა, ამიტომ პირდაპირ გისვამთ კითხვას. ვანო ვიწყებ შენგან. ინგა, იმას, რასაც მე ახლა ვიტყვი, შეიძლება ბევრისთვის იყოს მოულოდნელი, მაგრამ რაღაცნაირად იქნება იმ თემის გაგრძელება, რომელთაც დავიწყე საუბარი და რომელზეც ახლა თქვენს ლაპარაკობთ სტუდიაში. პირადად ჩემთვის ეს არ არის მიკერძოება, პირადად ჩემთვის წლის პოლიტიკოსი მე მესმის რომ პოლიტიკაში ადამიანური განცდები უცხო არის, მაგრამ წლის პოლიტიკოსი პირადად ჩემთვის არის ირაკლი ალასანია. თუ მაქვს დრო ძალიან მოკლედ განმარტავ მავას. კი ბატონო. ირაკლი ალასანიამ გააკეთა განცხადება, რომ მე დროებით გავდივარ პოლიტიკიდან. ჩვენ ჟურნალისტებმა კულუარებიდან ვიცოდით, რომ ირაკლი ალასანიას გუნდიდან რამდენიმე ადამიანი აპირებდა გაოცნებებას, თუ არ ვიცი, ოცნებაში დეპორტირებას, თუ როგორც ქვია, არ ვიცი. ეს პრაქტიკულად
დადასტურდა იგივე ვიქტორ დოლიძის მაგალითზე, ხო? როგორ წარმოგიდგენია ინგა შენ და ყველა ჩემ კოლეგას ვეკითხებ, ირაკლი ალასანია გამოსულიყო და ეთქვა, რომ ჩემმა თანაგუნდელებმა მიღალატეს ჯერ კიდევ არჩევნებამდე, როდესაც რამდენიმე მაჟორიტარობის კანდიდატმა ჩემი ინფორმაციით მათ თანხაც ჰქონდათ შტაბიდან აღებული, ანუ საარჩევნო გულისხმობ და უცებ მოხსნეს კანდიდატურები იგივე გორის შემთხვევა, სადაც შემდეგ ირაკლი ალასანიამ დაასახელა თავისი კანდიდატურა მაჟორიტარად. ამას მოყვა, ვთქვათ, იგივე ვიქტორ დოლიძის ოცნების ხელისუფლებაში წასვლა, სხვათა შორის იმ ხელისუფლებაში, რომელსაც ბრალდებებს უყენებდა იგივე კაბელების საქმესთან დაკავშირებით, ხო, ჩვენ ეს ყველაფერი კარგად ვიცით. ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, ირაკლი ალასანიამ გადადგა აბსოლუტურად ადამიანური ნაბიჯი, როდესაც ემოციებს აყვა, დეპრესიაში ჩავარდა, თუ უბრალოდ დაკარგა პოლიტიკური ბრძოლის სურვილი. არა, ინგა, ნახე რას ვამბობ, მე იმას ვამბობ, რომ ირაკლი ალასანია არ გამოვიდა, ჩვენ გვინახავს ხო, როდესაც ყოფილ თანაგუნდელებზე ძალიან ბევრ განცხადებებს აკეთებენ, ხო? ერთმანეთს ყოფილი თანაგუნდელები. ირაკლი ალასანიამ შეინარჩუნა რაღაც ოქრო შუალედი და ის გაერიდა პოლიტიკას, რომ არ ელაპარაკა თუნდაც მოღალატე თანაგუნდელებს. გავიგეთ თქვენი არგუმენტებიც და დასახელებული პოლიტიკოსიც ელისოსთან ვიდრე გადავალ უკვე ხედავ რომ გიორგი გასვიანი არის ხაზზე. ისე მოხდა რომ წლის მთავარი სკანდალი, ერთ-ერთი მთავარი ამბავი დაუკავშირდა ისევ ჟურნალისტს და ეს არის გიორგი გასვიანი. გიორგი, როგორ ხარ? მადლობა დიდი, რომ მიიღებ გადაცემაში მონაწილეობას. გვაინტერესებს რა არის ბოლო ინფორმაცია, რა ხდება უკვე თქვენს თავს, როგორ ვითარდება გამოძიება, რა პასუხი გაქვთ ამ წუთისთვის და რას ფიქრობ შენ? გავიდა 3 დღე და რა გაქვს პასუხი იმ მომხდარ ძალადობაზე, რომელიც გაიგო მთელმა ქვეყანამ. გალეშილი, მთვრალი პოლიციელი იარაღით ხელში, როგორ გაყენებდა შეურაცხყოფას ფიზიკურს. მოგესალმებით, მადლობა ჩართვისთვის. პირველი რაც მინდა ვთქვა, უკვე მესამე დღეა, მე ტკივილი არ გამჩერებია, ტკივა მარცხენა მხარი, ტკივა თავი, ასევე ყბა და მოსული ვარ კლინიკაში, რათა შემოწმებები გავიარო, რადგანაც დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლაიშვილმა რეკომენდაცია მომცა, რომ ის დაზიანებები, რაც გარეგნულად არ აღინიშნება და უფრო მეტად, ანუ ტკივილს იწვევს, მაგრამ გარეგნულად არ ჩანს, მე ამას ეს აისახება უცებად სამედიცინო დასკვნებში და დაერთვება გამოძიებასაც და დამოუკიდებელ ექსპერტსაც მივაწვდი, ამისთვის ვარ აქ მოსული. რაც შეეხება გამოძიებას, არ დამკავშირებია არც დღეს, არც გამომძიებელი, არც პროკურატურის წარმომადგენლები. ჩემი ადვოკატი არის მუდმივად ჩემთან ხაზზე, იმის დავაკავშირე გამომძიებლებთან, შემდეგ უნდა შევხვდე ადვოკატს და უკვე გავივლით დეტალურად დამატებითი დეტალები ჩემთვის ცნობილი არ არის. დღემდე უცნობია ვინ არიან ის პიროვნებები, ვინც ახლდა პოლიციელ მიშა ხუციშვილს, თუმცა მათი ამოცნობა ძალიან მარტივია, რადგანაც ეს ვიდეო კადრებშიც ალბათ ნათლად ჩანს. სასტუმროს ვიდეო კადრებში, როდესაც მათ მომაცილეს ასე ამოიღეს ეს ვიდეო კადრები, გიორგი. გამოძიებამ ამოიღო და გაშიფრა. ესეც არ არის ჩემთვის ცნობილი. ეს არ არის ჩემთვის ცნობილი, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მაშინ, როდესაც მე სასტუმროში შემოვედი და იქ საბედნიეროდ აღმოჩნდა გენინსპექციის უფროსი და გენინსპექციის უფროსი დამეხმარა იმაში, რომ პოლიციის უფროსი იმ წამსვე გამოიძახეს და მოვიდა სასტუმროში, პოლიციის უფროსმა მე ჩემი აზრით უკვე იცოდა ამირან გზირიშვილმა თუ რა ხდებოდა, რადგანაც მკითხა მან სახელი ამ პოლიციელის, მე ვთხარი რომ მას მიშა ქვია და მითხრა რომ ეს არის მიშა ხუციშვილი, მე მისგან ვიცი მისი ვინაობა. მან თქვა რომ მიშა ხუციშვილი იყო მთვრალ მდგომარეობაში, სამართველოში იმყოფებოდა, ოღონდ ზუსტად ვერ გავიგებ. ამ ინციდენტის შემდეგ მივიდა იქ მიშა ხუციშვილი, თუ მანამდე იყო სამართველოში მთვრალი პოლიციელი სამსახურში მისული, ესეც მე მგონი ძალიან ნიშანდობლივია. იარაღით გადაადგილდებოდა ის ორი პიროვნება რომ ვიკითხე. დიახ. და რომ ვიკითხე თუ ვინ არის ის ორი პიროვნება, ვინც მასთან ერთად იყო, მან მითხრა რომ ისინი მისი მეგობრები არიან. მე მანქანის ნომერიც მივაწოდე გამოძიებას, რა თქმა უნდა. ანუ ბორჯომის პოლიციის უფროსმა იცის ვინ იყვნენ, მაგრამ ეს ადამიანები დღემდე პასუხისგებაში არავის მიუცია. პირდაპირ რომ დავარქვათ ყველაფერს თავისად. არავის მიუცია.
რამდენადაც მე ვიცი, ჯერ მტკიცებულებების მოპოვების პერიოდი მიდიოდა გუშინ, როდესაც ბორჯომიდან მოვდიოდი, ანუ ეს მითხრა გამოძიება. მე რომ მტკიცებულებების მოპოვების პერიოდი ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. თუმცა ჩემი მხრიდან თითქმის ყველა მტკიცებულება, გარდა ამ დამატებითი სამედიცინო დასკვნებისა და მაია ნიკოლაიშვილის დასკვნისა, მათ აქვთ, ანუ ექსპერტიზაზე წაღებული აქვთ იქ ნივთები და ყველაფერი, რაც საჭირო იყო ექსპერტიზისთვის და დარწმუნებული ვარ მეორე მხარესაც მიმდინარეობს გამოძიება აქტიურად, თუმცა არანაირი დეტალი ჩემთვის არ არის ცნობილი, ვინ გამლახა გარდა მიშა ხუციშვილისა, ვინ იყვნენ ეს ადამიანები, ჰქონდათ თუ არა მათ კავშირი სამართალდამცველ ორგანოებთან თუნდაც წარსულში, რადგანაც როგორც გუშინ მოვისმინეთ ტელეკომპანია ებერეს ეთერში, მიშა ხუციშვილის დედამ თქვა, რომ მისი მეგობრები, მისი შვილის მეგობრები იყვნენ ყოფილი პოლიციელები და დაცვის თანამშრომლები. ის იმ საღამოს ვინ შენ ფიზიკურ შეურაცხყოფას გაყენებდა, მათზე არის საუბარი. ანუ ყველანი იყვნენ ან მოქმედი ან ყოფილი პოლიციელები. გიორგი, ის ფაქტი თავისთავად ამ კითხვას დაგისვავ თუ შეიძლება და დაგემშვიდობები, ის ფაქტი თავისთავად რომ მაგერ უკვე მესამე დღეა და შენ ჯერ კიდევ პასუხები არ გაქვს, მაგალითად ვინაობაზეც კი, ვინ იყვნენ ეს ადამიანები. მე მაინტერესებს როგორი არის შენი შეფასება, რამდენად ადეკვატური რეაქცია ჰქონდათ შესაბამის სტრუქტურებს, იგივე ვთქვათ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელისუფლებას მთლიანად, პოლიციელის მხრიდან ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტზე. ადეკვატური აღმოჩნდა რეაქცია? არ შემიძლია არ აღვნიშნო ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გედევან ფოფხაძის აქტიურობა, რომელიც არის ასევე ბორჯომის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატი, ის დამიკავშირდა მე, გუშინ შემხვდა, მას შევხვდი კაბინეტში, მან აღმითქვა სრული მხარდაჭერა და თქვა, რომ ეს არის საშინელი ფაქტი და ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თვალყური ადევნოს ამას, რათა არავინ ხელი არ დააფაროს ამ პოლიციელს. მან ისიც მითხრა, რომ ცნობილია, რომ მიშა ხუციშვილი არის პათოლოგი, ეს მისი სიტყვებია და არა მხოლოდ მისი, არამედ გედი ფოფხაძემ გითხრა ეს, რომ ის არის პათოლოგი. დიახ, გედი ფოფხაძე მითხრა, რომ ის არის პათოლოგი, რამდენადაც ინფორმაცია აქვს მას, ანუ როდესაც თვრება აპათოლოგებს, აი დაახლოებით ასეთი ინფორმაცია და რა საინტერესოა თუ მაჟორიტარი ამ ინფორმაციას ჟურნალისტს ეუბნება, რომ თურმე მის ხელთ არსებული ინფორმაციით პოლიციელი არის პათოლოგი, რომელიც თვრება და შემდეგ აპათოლოგებს, როგორც ეხა შენ თქვი, ეს ადამიანი რატომ უნდა მუშაობდეს პოლიციაში და იარაღის ტარების უფლება რატომ უნდა ჰქონდეს? თუმცა მე ვერ ვიტყვი იმას, რომ მანამდე იცოდა ეს გედი ფოფხაძემ ყოველ შემთხვევაში შესაძლოა მოიძია ეს ამბავი და შემდეგ შეიტყო ეს ინფორმაცია, ვიცი? და ასევე ძალიან ბევრი ადამიანისგან, რა თქმა უნდა, მივიღე შემოთავაზებაც, სოლიდარობაც, იგივე საიად თავაზობდა მხარდაჭერას და ასე შემდეგ. თუმცა პარლამენტარებიც კი, მაგალითად ზაზა გაბურნია პირადად დამიკავშირდა, გამოთქვა წუხილი ამასთან დაკავშირებით და მითხრა, რომ აუცილებლად ამას თვალყურს ადევნებენ. მაგრამ რეაქცია, მაგრამ ჯერჯერობით დაუშვათ შესაბამისად, შენ თვის შესაბამისად, როგორც შენ ფიქრობ, ეს ადამიანები არ დასჭილან. ჯერჯერობით არ დასჭილან. მადლობა გიორგი, მადლობა შენ. წარმატებები მინდა გისურვო, ველოდებით შენთან ერთად როგორ განვითარდება ამ ამბის გარშემო პროცესები. 2017 ისე დგება, რომ ყველაზე მთავარი სკანდალი ბოლო პერიოდის დაგიკავშირდა სწორედ შენ ქვეყანაში მომხდარი. გიორგი გასვიანი, იბერიას წამყვანი გადაცემა პრიორიტეტის და მსახიობის საუბრობდა პირდაპირ ეთერში. მე კი ისე ვუბრუნდები ჩვენს თემას, პრინციპში არც გავსდენილ ვარ გიორგისთან საუბრით. წეღან დავსვი კითხვა ელისო კილაძესთან გადავდივარ. ელისო, ვის დაასახელებდით თქვენ 2016 წლის ყველაზე კარგ პოლიტიკოსად, წლის პოლიტიკოსად, გამორჩეულ პოლიტიკოსად? ჯერ მინდა გიორგის თემას გამოვეხმაურო, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ არის კამერების ჩანაწერები. მესამე დღე გავიდა, ალბათ მნიშვნელოვანია რომ გამოძიებამ თქვას ამოღებულია თუ არა ჩანაწერები და მე არ გითხრან რომ დრო უკვე გავიდა, ეს ჩანაწერები არის წაშლილი და იდენტიფიცირება ამ პიროვნებების არ ხდება. ანალოგიური ფაქტები ჩვენ გქონია გახმაურებული საქმეების გამოძიებისას და მე პირადად ამის საშიშროებას ვხედავ ამ
დღეების განმავლობაში. რაც შეეხება წლის საუკეთესო პოლიტიკოს, მე არ მყავს 2016 წელს ფავორიტი პოლიტიკოსი, მაქვს მხოლოდ იმედგაცრუებები. და გეტყვით, 3 ძალიან მნიშვნელოვანი იმედგაცრუება მაქვს. პირველი გახლავთ ნიკა მელია, ნაციონალური მოძრაობიდან, მე არ ველოდებოდი მისი პოზიციების ასეთ მკვეთრ ცვლას და ორი იმედგაცრუება ნამდვილად უკავშირდება თავისუფალ დემოკრატებს. ჩემთვის სრული სიურპრიზი იყო ვიქტორ დოლიძის ოცნების ხელისუფლებაში გადაბარგება და ზურა აბაშიძის განცხადებები, რომ ის მთელი ცხოვრება საჯარო სამსახურში მუშაობდა და სურვილი აქვს, რომ საჯარო სამსახურს დაუბრუნდეს. მაშინ როცა კაბელების საქმეში არის ისევ სრული გაურკვევლობა, სასამართლო პროცესი გადაიდო და მოლოდინები იმის თაობაზე, რომ თუნდაც შეთანხმება არსებობდა, რომ კაბელების საქმეზე დაპატიმრებულები თავისუფლებაზე იქნებოდნენ, როგორც ჩანს ეს შეთანხმება არ არსებობს და ასეთ პირობებში ჩემთვის არის სრულიად წარმოუდგენელი, როგორ შეიძლება ამ პოლიტიკოსებმა მსგავსი ნაბიჯები გადადგან იმ ხელისუფლების მხარეს, რომელზეც ჩვენ გვიმტკიცებდნენ, რომ დასავლური კურსი შეიცვალა, ეს არის ქვეყანაში მთავარი პრობლემა და სწორედ ამიტომ მიდიან ისინი ხელისუფლებიდან. ასე რომ მე იმედი მაქვს, რომ 2017 წელს მეყოლება კარგი პოლიტიკოსი, მაგრამ ამ წელში მაქვს მხოლოდ იმედგაცრუება. კარგი, მოდი გადმოვალ სტუდიაში ირაკლის დაუსვავ იგივე კითხვას, თქვენ ვის დაასახელებდით ირაკლი? ელისოსაც უნდა ვთქვათ შევუერთდე და უნდა ვთქვა, რომ ჩემთვის პოლიტიკოსი არ არსებობს კარგი. გამორჩეული ხარ, არაფერია იმაში, ცუდი თუ ჟურნალისტი გამოვა. აქაც შეგვიძლია გამოვარჩიოთ ამ ჩვენ ქართულ პოლიტიკაში მრავალტან ჯგუფში, ხო? შეგვიძლია ერთი-ორ ადამიანზე ვთქვათ, მე ჩემთვის მაგალითად ესეთი ადამიანია, ესეთი დათო უსუფაშვილი, რომელიც არის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, რომელიც არის მკვეთრად დასავლური ადამიანი, ძალიან გაწონასწორებული, ძალიან ესეთი რბილი ზოგადად პოლიტიკურად გულისხმობ, რა თქმა უნდა. ასევე საკმაოდ ისეთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია ლავირება პოლიტიკურ სიტუაციებში და ამ ლავირებიდან ისე გამოსვლა, რომ პრინციპში გამოიტანოს შედეგი. და ჩვენ ეს არაერთხელ ნახეთ. ეს მომწონს დავით უსუფაშვილის, სამწუხაროა, რომ ის აქტიურ პოლიტიკაში უკვე აღარ არის. ძალიან სამწუხაროა მართლა, იმიტომ რომ ჩვენ ამას წინათ საუბრობდით, თუ გახსოვს ლიდერების დეფიციტზე ქართულ პოლიტიკაში და ალბათ ეს უკვე წასული ალასანია, წასული უსუფაშვილი, წასული რესპუბლიკელების ის ლიდერები და სხვები, რომლებიც ქართული პოლიტიკიდან უბრალოდ გავიდნენ, გაერიდნენ რაღაცა პერიოდის განმავლობაში, არის სწორედ დეფიციტ გამოიწვევს მომავალში და უფრო მეტად ვიგრძნობთ ამ დეფიციტს ქართულ პოლიტიკაში, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ვხედავთ სამ ჯგუფ შორის რაღაც პოლიტიკურ პინგ-პონგს და ეს საკმაოდ აწყობილი პინგ-პონგია, იცი, აი ზუსტად რო იცი, რომ არ უნდა გავარდეს ის ბურთი, რომელსაც ეს პოლიტიკოსები ისვრიან ერთმანეთში და ზუსტად იცი, რომ არ გავარდება, ხო? არის ზღვარი, სადაც უკვე ესენი არ გადავლენ, იმიტომ რომ რაღაცა ერთი ეს არის, ხო? და გარდა ამისა, აი თუ შეიძლება კიდე ერთი ვთქვა, ოღონდ არაპოლიტიკოსი ვიტყოდი აუცილებლად იუსტიციის ხელმძღვანელს, იუსტიციის მოსამართლეს ურთმელიძეს, რომელიც პოლიტიკოსი მართალი არ არის, მაგრამ ის საოცრება წლის გმირი, ანტიგმირია. მოდი ანტიგმირია, მაგრამ ეს არის საოცრება, რომელიც დიდი ხანი გვემახსოვრება და კარგი, ურთმელიძის სახელი და გვარი ხო, ძალიან დიდი ხანი ემახსოვრება ქართულ საზოგადოებას, ვიდრე რეკლამას გამოვაცხადებ ბესოს უსვამს. იგივე ძალიან მოკლედ ვიტყვი, აი ხა გიორგი საუბრობდა, რა თქმა უნდა, ჩემი სოლიდარობა თქვენთან ერთად გიორგის და გიორგი ჟურნალისტია და იმიტომ გახდა ეს თემა ესეთი ესე საზოგადოებრივი და ახლა ეჭვი გამიჩნდა რამდენი არსებობს ადამიანი მარტივად შეგახსენებ აგვისტოში თავი ჩამოიხრჩო 21 წლის ბიჭმა სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში ცხოვრობდა იყო ასეთი დემონსტრუა ერთი თვის განმავლობაში მაგალითად ბატონ ღებრიშვილის კომენტარი მასზე არ გაუკეთებია ერთი თვის თავზე თუ არ ვწდები გაკეთდა პირველი განცხადება ეს რაზე და ეს ბიჭი თვითმკვლობამდე წერდა წერილში ზეწოლაზე პოლიციის მხრიდან რატომ გეთანხმები ანუ ეს მაგალითი რატომ გიორგის გაუმართლა რომ ის ჟურნალისტი და მედია აფეთქდა ანუ ეს ჩვენ რომ რამდენი რიგითი ადამიანებზე მიჩნდება ეს მე გამიჩნდა ეჭვი რომ არსებობენ ადამიანები მოდი თამამად ამოიღეთ ხმა ადამიანებო იმიტომ რომ ჩვენ ვართ ის ადამიანები რომლებიც გვერდში და ჩვენ გიორგის კი არ დაუდექით გვერდზე ფაქტის კონსტატაცია მოხდა და ფაქტს დაუდექით კონსტატაცია გიორგი უბრალოდ
მიზეზ და კატალიზატორი აღმოჩნდა ამ ყველაფერზე ძალიან ცუდი იქნება თუ ესეთი ფაქტები ბევრია და დამალული. ეს რაც შეეხება გაგიკვირდება და ერთი დამასწრო აგერ რა ქვია ირაკლიმ ეს არის კი რა თქმა უნდა ჩემთვისაც დავით უსუფაშვილი რომელიც აი გაწონასწორებული კვეთრად ორიენტირებული დასავლურ კურსზე პოლიტიკოსი რომელიც დააკლდება და დავით ბაქრაძე რამდენადაც გასაკვირავია შენთვის წლის იგი გამოარჩი აი მაგალითად ანუ მოაყოლა ირაკლიმაც ელისომაც ახსნა რატო არ ყავს აი ბაქრაძე არაფერს არ მოვაყოლებ მე უბრალოდ როგორც პოლიტიკოსი თავისი ასეთი სტაბილური მუდამ გაწონასწორებული მუდამ აი ესეთი პოლიტიკოსი რომელიც დღეს არაპოპულარულია საქართველოში დღეს საქართველოში ან ჭხუბი ან ისე მიკროფონების როლა ან წიხლების თავშირთმა მაშინ ხარ მაგარი პოლიტიკოსი და პოპულარი პოლიტიკოსი უნდა იყოს ისეთი როგორც არის რომელი დავით ბაქრაძე და კონკრეტულად ნაციონალების დავით ბაქრაძე გასაგებია ნაციონალების ელჩიც ყავს დავით ბაქრაძე ეს დაემგზავრა ზუსტად მეორე დავით ამ შემთხვევაში გულწრფელ ნაციონალების დავით ახალი ელჩი საქართველოსი რამეს ხوار დაამატებით ელისო და ვანო ამ შეკითხვას და რეკლამა უნდა ძალიან მოკლედ დავამატებ ვინგა როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ გიორგი გასვიანთან დაკავშირებით გიორგის გამომართლაო მე მგონია რომ გაგიმართლა შენც რომ იყავი ჟურნალისტი შენ ძალადობის მსხვერპლი გახდი თავის დროზე მართალია ეს 2016 წელს არ მომხდარა იყო 2015 წლის ბოლოს იგივე ეკა მიშველაძეს ესაც ერთგვარი ძალადობაა მე ვფიქრობ იმიტომ რომ თუნდაც დღეს ძალიან ბევრ ადამიანს როგორც ჩვენ ჟურნალისტებს გვაქვს ინფორმაცია უშვებენ სამსახურებიდან ან დააწერდეს განცხადებები გადაიყვანეთ რაღაცა კადრების დაქვემდებარებაში ხო ის ადამიანები ვერ ახმაურებენ და როდესაც ვლაპარაკობთ პოლიტიკოსებიდან ვინ დაგვამახსოვრდა ხო აუცილებლად უნდა აღვნიშნო წეღანდ გამომრჩა და ვერ თქვი მე ვერ ვიმახსოვრებდი ზოგადად ცუდად ვიმახსოვრებ ხოლმე გვარებს ვერ ვიმახსოვრებდი დიმიტრი ქუმციშვილის გვარს მაგრამ ამის მერე არასოდეს არ დამავიწყდება თავისი განცხადებებიდან გამომდინარე ხეჯირობიდან დაწყებული და ფუჯა-ფუჯაც დამთავრებული და კიდევ ერთი შენ რომ დაგესვა ჩემთვის შეკითხვა თუ ვინ არის ყველაზე გულწრფელი პოლიტიკოსი რამდენადაც უცნაურად უნდა მოგეჩვენოთ დავასახელებდი მე უმრავლესობის წევრ დავით ჭიჭინაძეს რომელთანაც ზუსტად 3 დღის წინ მქონდა ინტერვიუ და ადამიანი ისეთ რაღაცეებს მომიყვა რომ მე პირდაპირ გავოცი პოლიტიკოსები ზოგადად ეგრე გულწრფელად ამ წლის განმავლობაში სულ ტრიალებ ხო ცხადია ამ ამბის გარშემო რითიც საერთოდ დავიწყეთ ჩვენ გააცემა ამ პირადი ცხოვრების კადრები ტერაქტი როგორც უწოდეთ თავიდანვე მორალური ტერაქტი და ჩემთან მეც ჟურნალისტი ვარ თქვენ გისვავთ კითხვებს და მეც ასე მოუყვები ახლა გულწრფელად ჩემს ცხოვრებაშიც აი ეს წელი ანუ აი ამ ამბის გარშემო ფასდება და მე მაგალითად გამოვყოფდი ორ ადამიანს ამ ორი ადამიანიდან ერთი იყო საქართველოს პრეზიდენტი რომლის გვერდში დგომა ვიგრძენი რითი ანუ პირველივე წამებში მე რომ შემოვარდი სტუდიაში იმ 14 მარტს და რომ გავაკეთე ეს განცხადება ზუსტად 1 საათში გიორგი მარგველაშვილს მოუხდა ისეთი რაღაცის თავის თავზე აღება როცა ის საუბრობდა მეც გამოცდილი მაქვსო მრავალფეროვან სექსზე როცა საუბარი ანუ ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი მხარდაჭერა და აი განცდა მქონდა რომ მან აიღო აი ამ ტიპის თავდასხმის ტვირთი და ჩემ და სამწუხაროდ გიორგი კვირიკაშვილს მივწერე მესიჯი როდესაც იქ ეს პროცესები ვითარდებოდა რაღაც ჩემი გულის წუხილი გაუზიარე მას და მინდოდა რომ მისგან რეაქცია მეგრძნოდა მას ჩემთვის ამ SMS-ზე არ უპასუხი აი ჩემთვის 2016 წლის თავარი ამბავი თუ იყო 14 მარტის ეს შანტაჟი მე მასთან დაკავშირებული ადამიანების რეაქციები იყო ძალიან მნიშვნელოვანი და მე მახსოვს რომ გული დამწყდა მაშინ ქვეყნის პრემიერ-მინისტრზე რომელმაც საერთოდ არ უპასუხა ამ თემაზე მიწერილ ჩემს SMS ეს უკავშირდებოდა უკვე უმრავლესობის შიგნით როცა დაიწყო განცხადებების გაკეთება თუ არ ვწდები დათოლორდ კიფაინძეს გისმენთ ელის დავამატებ ინგა თუ შეიძლება გავაგრძელებ გარკვეულწილად ჩვენს თემას ჩემთვის ამ წლის განმავლობაში და ამ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით ნამდვილად აღმოჩენა იყო თინა ხიდაშელი რომელიც იმ პერიოდში იყო ქვეყნის თავდაცვის მინისტრი და მას სრული უფლება ჰქონდა არ ესაუბრა საკუთარ პირად ცხოვრებაზე და საჯარო განცხადებები არ გაეკეთებია და ის რომ გელა ღურწკაია უფრო ადრე არ გაათავისუფლეს და არ გაათავისუფლეს თქვა გირაოთი არის მათ შორის თინა ხიდაშელის დამსახურება რომელმაც საჯაროდ გამოთქვა პროტესტი რომ არჩევნების წინ იგეგმებოდა ამ ადამიანების ციხიდან გამოშვება და მხოლოდ ამის გამო და ჩვენი საერთო პროტესტის გამო ისინი დარჩნენ საპატიმროში და საპატიმრო
ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვეს მხოლოდ საფრთხე. მადლობა. ეს ნამდვილად ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი ქვეყნის თავდაცვის მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლის მხრიდან. კარგით, მოდი გამოვაცხადებ რეკლამას. რეკლამის შემდეგ ასეთი კითხვა მინდა რომ დაგისვათ და თქვენი პასუხი მოვისმინო. ანუ ყველაფერს ხედავთ რა ჩვენს ქვეყანაში ვითარდება, პროცესები რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხდება. თქვენ ამ ყველაფერს აშუქებთ. თქვენ ამ ყველაფერს უხვებით თქვენს მკითხველებს, მაყურებელს და ასე შემდეგ. რა პროგნოზს გააკეთებთ 2016 წლიდან გამომდინარე? ჟურნალისტის თვალით დანახული პოლიტიკური 2017 როგორი გველოდება? არ გადართოთ, რეკლამა გაივლის მალე, დაუბრუნდებით, საინტერესოა ყოველთვის მედიის თვალით დანახული და შეფასებული პოლიტიკა. საახალწლო ეთერის სპონსორია ბიოლაინი, ბავშვთა მოვლის პროდუქცია საფრანგეთიდან. ბიოლაინი სიცოცხლის პირველივე დღიდან. აიღეთ ცეცხლი ხალიქ ბანკში შემოსავლების დადასტურების გარეშე და მარტივად მიაღწიეთ თქვენს მიზნებს. ხალიქ ბანკი. საახალწლო ეთერის სპონსორია ლაქტოჯი. ანტიბიოტიკები ანადგურებენ არა მარტო მავნე, არამედ სასარგებლო ბაქტერიებსაც და იწვევენ დისბაქტერიოზს. ლაქტოჯი სწრაფად აღადგენს ნაწლავის ნორმალურ მიკროგარემოს. მიიღეთ ლაქტოჯი ანტიბიოტიკებთან ერთად მკურნალობის პირველივე დღიდან. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. 5 იანვარი 20 საათი აჭარა bet main event ახალი წლის მთავარი მოვლენა პოკერში ონლაინ ტურნირი რეკორდული საპრიზო ფონდით 150,000 ლარი ჩაერთე ყოველდღიურ სატელიტებში და მოიპოვე შენი ბილეთი დღესვე acara.bet.com ივერია ქართული ხორცს პროდუქტები, თანამედროვე სტანდარტები, ინოვაციური ტექნოლოგიები, უახლესი დანადგარები, კვალიფიციური პერსონალი, ეფექტური მართვის სისტემები, მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, სურსათის უნებლობის მოთხოვნების გათვალისწინება. იბერია, ქართული ხორცს პროდუქტები. უამრავი კარი არსებობს, გონების კარი, არსად კარი, გულის კარი. მაგრამ არის ერთი კარი, რომელიც შენში განსაკუთრებულ ემოციას იწვევს. ეს შენი სახლის კარია. მონოლით ჯგუფი. შეაღე შენი სახლის კარი. ჩვენი მისია მივაწოდოთ პაციენტებს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება პროფესიონალთა გუნდის დახმარებით. ელიზაბეთ ბლეკველის ჰოსპიტალი ISO სერტიფიკატის მფლობელია. დიაგნოსტიკა და მკურნალობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ლაპარასკოპიული ქირურგია, ორთოპედია, ტრავმატოლოგია, კარდიოქირურგია, ნეიროქირურგია. აირჩიეთ მხოლოდ საუკეთესო თქვენი ჯანმრთელობისთვის. აირჩიეთ ელიზაბეთ ბლეკველის ჰოსპიტალი. მისამართი: ჩხეიძის 14, ტელეფონი 218 04 15. კემპი დევალტის ცენტრი. ყველა სამშენებლო ელექტრო და ხელის ინსტრუმენტი, აქსესუარი და სერვისი ერთ ადგილას. კემპი დევალტი გთავაზობთ ლაზერულ და მაკონტროლებელ ხელსაწყოებს, შედუღების და პლაზმური ჭრის აპარატებს, გეოდეზიურ ინსტრუმენტებს, საბაღესა გარაკე ტექნიკას, მცირე საგზაო სარემონტო მანქანებს, კომპრესორებს, გენერატორებს და ტუმბოებს, აგრეთვე ხის, ლითონის და ქვის დამამუშავებელ დანადგარებს. კემპი დევალტი, გარანტირებული ხარისხი. მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი Realty Aulabari შენდება ენერგოეფექტური ბლოკითა და გერმანიიდან ექსკლუზიურად ჩამოტანილი მაღალი ხარისხის მასალით. Realty Aulabari გამწვანება, სპორტული მოედანი, სამსართულიანი სავაჭრო ცენტრი და სამსართულიანი ავტოსადგომი. ხედი ძველ თბილისზე. Realty Aulabari ხარისხი, რომელსაც თვლით რომ იმსახურებთ. 233 1100. TV პირველის ინტერნეტ პარტნიორია MyVideoG. იხილეთ გადაცემის ყველა ვიდეო MyVideoზე. ძვირია უფასო სესხი. დაიღალე ცნობების შეგროვებით. მოდი MBC-ში. და მიიღე სესხი მეგობრული პირობებით. MBC. მოდი ვიმეგობროთ. როზალის სამბარა. ბელგიური შოკოლადე. ხარისხი, რომელიც მსოფლიო აღიარა. თითოეული შეფუთვა ხომ ხელოვნების ნიმუშია. ფართო არჩევანი გემოვნებიანი მომხმარებლებისათვის. არისტოკრატული საჩუქარი საყვარელი ადამიანებისთვის.
არ გამოტოვა. საახალწლო აქციები განახლებულ ნოვაში. გარემონტე და გადახურე მომენტალური განვადებით. ნოვა, იყიდე პირველისგან. ვიტაკი გაინათე ცხოვრება. მისამართი ალექსანდრე ყაზბეგის 46, მობილური 591 33 44 99. მოკლედ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში შეკითხვა რომელიც რეკლამამდე დავსვი ამ ყოველფრიდან გამომდინარე რაცაც ეხა ჩვენ ვაშუქებთ 2016-ში თქვენი პროგნოზი როგორია როგორი იქნება პოლიტიკური 2017 ვანო რა მოლოდინები გაქვთ ინგა ვიდრე გადავალ იმაზე თუ როგორ იქნება 2017 და ჩემ მოლოდინებზე აუცილებლად ობიექტურობისთვის უნდა აღვნიშნო რამდენიმე გარემოება მართალია არ დასმულა ეს შეკითხვა თუ რითი იყო ვთქვათ კარგი ტენდენციები 2016 წელი გამორჩეული ქართულ პოლიტიკაში. აუცილებლად აღვნიშნო ახალი სახეები შეიძლება. კი, ახალი სახეები მინდოდა მეთქვა ვიზა ლიბერალიზაცია და ჯანდაცვის პროგრამა, ხო, ეს მართალია მადაღებულია და ბევრი ლაპარაკობს, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა აღვნიშნო და კიდევ ერთი. იმედი ამას ახლა არ ჩამომართმევს ვინმე პირფერობა და ასე შემდეგ, მაგრამ ინგა გრიგოლიას დაბრუნება ტელესივრცეში, იმიტომ რომ ვიღაცებს ქონდათ სურვილი ინგა, მოდი ახლა ვაღიარო, თუ გულწრფელად ვლაპარაკობთ, ფაქტია, ხო, რომ ინგა გრიგოლიას თემას რო შევეშვა და დაუშვათ გადაცემების დახურვა მედია პროცესების განვითარებას რომ გადავხედოთ ძალიან თვალშისაცემი იყო ეს წელი თუნდაც აი რეაქციის დახურვა მე მაესტროს წაღება ანუ იქ პროცესები რუსთავი 2 რომლის ბედი 2016 ისე თავდება რომ ჯერ კიდევ კითხვის ქვეშ არის და გაურკვეველია ანუ ძალიან მყიფე და ძალიან თვალშისაცემი მედია პროცესები და ბოლოს ის იყო გიორგი გასვიანთან დაკავშირებული ინციდენტი. რაც შეეხება 2017 წლის მოლოდინებს, ახლა მე ცოტა მოკლედ ვანო. კი ბატონო, ვერ ვიტყვი რომ რაღაც განსაკუთრებული მოხდება 2017 წელს, თუმცა ალბათ საკონსტიტუციო კომისია შეიკრიბება და შესაძლოა მივიღოთ ისეთი მოცემულობა, რომ ვთქვათ, პრეზიდენტი აღარ აირჩიოს საზოგადოებამ, მაგრამ მე რატომღაც მგონია, რომ ალბათ ელოდები ამ საკონსტიტუციო ცვლილებას. კი, ველოდები ამ საკონსტიტუციო ცვლილებას, თუმცა აქ არის ერთი დეტალი გასათვალისწინებელი, რომ როგორც მე ვიცი, კონსტიტუციაში წერია იგივე, როდესაც წავა ლაპარაკი და უკვე ადასტურებენ რომ ფასები გაიზრდება, ხო? კონსტიტუციაში წერია რომ ფასების ზრდაზე, ანუ გადასახადების ზრდას გულისხმობ, უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი და ამ კანონის შესახებ არავინ არ ლაპარაკობს. და კიდევ ერთი ალბათ 2017 წელს მერის სისურვილი მექნება პარლამენტმა გადახედო სისხლის სამართლის კოდექსს, მე სხვა ეთერშიც მithქვამს, რომლის თანახმადაც უსასრულოდ გრძელდება გამოძიება, რომელიც იგივე ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს, მე ეს ავტომატურად ეკონომიკაზე მოქმედებს, ლარის კურსზე მოქმედებს და ასე შემდეგ. ისე ქართული პოლიტიკა, მადლობა ვანო 2016-ში იმითაც იყო გამორჩეული თუ არ ჩავთვლით დაუშვათ ჩვენს გარშემო განვითარებულ პროცესებს და მხოლოდ საქართველოსი თუ კი ჩვენ შემოვიფარგლებით, იგივე პოლიტიკიდან წავიდა ბევრი ძველი, მაგრამ ბევრი ახალი სახე შემოვიდა ქართულ პოლიტიკაში და ძალიან საინტერესოდ გამოიყურებიან. მაგალითად ეს ქართული ოცნებიდან იქნება სიტყვაზე ხა უცებ ვინც გამახსენდა, მაგალითად მარიამ ჯაში, რომელიც ძალიან პოზიტიურად შეიძლება ხო შეხედო და ელაპარაკო და შეაფასო, ან იგივე ელენე ხოშტარია ვთქვათ ნაციონალური მოძრაობიდან, რომელიც ძალიან საინტერესო ფიგურაა. მაგალითად პატრიოტთა ალიანსის შესვლა და ირმა ინაშვილი, სრულიად სახეცვლილი ირმა ინაშვილი, რომელსაც ჩვენ ხედავთ პარლამენტში, რაღაცა საინტერესო ამბების განვითარების საწყისია, თუნდაც პატრიოტების შესვლა და ასე შემდეგ, ანუ სიახლეები ბევრი იყო ამ მიმართულებებით ქართულ პოლიტიკაში. მოდით ელისოსთან გადავდივარ, თითო წუთს გაძლევ თითოეულ თქვენგანს. ელისო, თქვენ რა პროგნოზ გააკეთებთ 2017-ში? 2017 წლის გაზაფხულზე ქვეყანას ეყოლება ახალი მთავრობა. კულუარებში უკვე საუბრობენ გიორგი კვირიკაშვილის შემცვლელზე და სავარაუდოდ ეს გუნდი სწორედ ლარის კურსის
ირგვლივ მიმდინარე პროცესების გამო შეიცვლება 2017 წელს შესაძლოა თბილისის მერი გახდეს კახი კალაძე მას ამის სურვილი აქვს ნამდვილად რომ ივანიშვილს თუ აქვს ამის სურვილი კახის რომ აქვს გასაგებია მაგრამ ივანიშვილთან ცდილობს რომ დაალაგოს სწორედ ეს სიტუაცია რომ ის იყოს ქართული ოცნების კანდიდატი ნარმანიას თემა არ განიხილება რომ ნარმანია იყოს თბილისის მერი ველოდები იმას რომ კონსტიტუციას ქართული ოცნება დაჭრის ზუსტად ისე როგორც ჭრიდა ნაციონალური მოძრაობა და მოირგებს საკუთარ თავზე და საბოლოო ჯამში ალბათ ეს არ იქნება პოლიტიკურად მყარი წელიწადი იმიტომ რომ პოლიტიკური სიმყარე არის საერთოდ ზოგადი მყარი პოლიტიკური სპექტრიდან გამომდინარე მე ველოდები იმას რომ იქნება პოლიტიკური განქორწინებები მაგალითად ნაციონალურ მოძრაობაში საბოლოოდ დაიშლებიან ისინი და ყრილობაზე მაგალითად გადაწყდება და სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილის ფრთა აიღებს პარტიაზე პასუხისმგებლობას ნაციონალურ მოძრაობაში ძალიან საინტერესო მოვლენები განვითარდება გაგრძელდება თუ არა ბოკერიას ფრთასა და გიორგი მარგველაშვილს შორის კონსულტაციები ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბების თაობაზე ესე სწორედ უკვე 2017 წლის გაზაფხულამდე თებერვლის თვეში გახდება ცნობილი საინტერესო წელი იქნება რთული მაგრამ განსაკუთრებულ რყევებს ამ 2017 წელს მე პირადად არ ველოდები მადლობა ვანოს და ელისოს ვემშვიდობები წარმატებებს გისურვებ და ბედნიერ 2017-ს ასევე თითო წუთს გაძლევთ და უნდა დავასრულოთ ირაკლი რა პროგნოზს გააკეთებთ როგორ 2017-ს ელოდებით პოლიტიკურად მე ველოდები ვიზა ლიბერალიზაციას პირველ რიგში მე ველოდები ვიზას რო გავიქცია არა მე ველოდები ვიზა ლიბერალიზაციას მართლა მთელი გულით და სულით ალბათ როგორც ყველა საქართველოს მოქალაქე ძალიან ველოდები იმისთვის რომ ჩვენთვის ევროპა იქნება სახლი და მე ვხედავ რომ ამისთვის შესაბამისი ადამიანები ბევრს აკეთებენ და ბევრი გააკეთეს და რაც ყველაზე მთავარია პოლიტიკური განქორწინებები ან თქვა შეერთება გამოერთება ჩემთვის მეტად საინტერესო არ არის რამდენადაც საინტერესოა სტაბილურობა ქვეყანაში მათ შორის გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების განვითარება მადლობა დიდი მადლობა უნდა დავასრულოთ ბესო მოკლედ ძალიან მე რას ველოდები პირდაპირ გეტყვით კაის არაფერს ჩემოინგა იმიტომ რომ მოვლენები ისე ვითარდება რომ საბოლოო ჯამში მაგრამ ჩვენ 90-იან წლებში გამოვლილი ხალხი ვართ ადა გვავიწყდეს და ბევრი გადაგვიტანა კიდევ ბევრს გადავიტანთ უბრალოდ აი ხა 21 საუკუნეში როგორ გადასატანია ის რაც 90-იანებში გადავიტანთ ეს არ ვიცი ჩემო ირაკლი გისურვებ რომ ვიზა მოდი $1000 მას ესხე სანამ მიგვიღებენ იმამში არ გინდა კეთილი კი ბატონო მე თებერვალში ველოდები ხო მე ველოდები მოკლედ სამწუხაროდ არის ერთი მიმართულება ნეგატიურად ვარ განწყობილი 2017 წლის მიმართ მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ბრძოლის უნარიანობა დავკარგოთ ადამიანობა ხალხო გააკეთეთ თქვენი საქმე და მაშინ ყველაფერი კარგად იქნება კარგით მე ჩემ მოლოდინზეც ვიტყვი ჩემი ყველაზე დიდი მოლოდინი არის ის რაზეც ახლა ირაკლი მანაგაძე მისაუბრა ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მადლობა მეგობრებო რომ იყავით ჩვენთან ერთად ნახოთ როგორი იქნება 2017 წლის ბოლოს ჩვენ რა თქმა უნდა ვცლად შევაფასებთ განვლილ 2016 წელს თუმცა საინტერესო იყო ასე თქვენი თვალით დანახული ქართული პოლიტიკური პროცესები და ქართველი პოლიტიკოსები. ერთმანეთს ხვდებით ხვალ 2-ზე და 4-ზე მთავარი თემებით. მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. კარგად გრძელდებოდეთ.